გამარჯობათ, პატივცემლო ტელემაყურებლებო. ეს არის სამეფო არხი, გადაცემა საუბრები მოძღვართან და მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემების ასე ვთქვათ, თანამიმდევრობას და ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ დღეს ძალიან ახალ თემას, შემიძლია ვთქვა ჩვენი ქართული ისტორიოგრაფიისთვის და თეოლოგიისთვის სენსაციურ თემას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მიერ იყო აღმოჩენილი რაღაცა თვეების წინ საზღვარგარეთ ახალი ქართული სამონასტრო სავანე, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. ჩვენ ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველებს საზღვარგარეთ ჰქონდა ძალიან დიდი სამონასტრო ცენტრები, როგორც არის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, ჯვრის სახელობის მონასტერი, ათონის მთაზე ივერონის მონასტერი, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში. და ამჟამად აღმოვაჩინე რუმინეთში, ბუქარესტის ცენტრში ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ჰქვია რადუ ვოდა, რომელიც 250 წლის განმავლობაში იყო ქართველების მონასტერი იყო. მაგრამ დავიწყოთ, ასე ვთქვათ, მთელი თანამიმდევრობით ისტორიის მოყოლა, როგორ აღმოჩნდნენ მან ქართველები და როგორ აღმოჩნდა ეს მონასტერი ქართულ მონასტრად როგორ დაარსდა. უნდა დავიწყოთ რუმინეთის ისტორიით. კერძოდ ჩვენ ვიცით, რომ ისტორიის განმავლობაში დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია იყოფოდა 3 პროვინციად. ეს იყო ერთი სამეფო სამთავრო, მაშინ სამთავროდ ითვლებოდა, ეს არის უნგრო ვლახეთი, ან იგივე ვლახეთი, ეს არის დღევანდელი რუმინეთის სამხრეთი ნაწილი. მოლდოვა, ან მოლდოვა-ვლახეთი, დღევანდელი რუმინეთის აღმოსავლეთი მხარე და ტრანსილვანია, ცენტრი და რუმინეთის, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ დასავლეთი ნაწილი. ჩვენ ახლა საუბრობთ ვლახეთზე, ანუ დღევანდელი რუმინეთის სამხრეთ სახელმწიფოზე, სამთავროზე, რომელსაც ვლახეთი ერქვა და ბუქარესტი უშუალოდ დედაქალაქზე ბუქარესტს ვლაპარაკობთ. საუბრობთ ახლა ჩვენ ჯერჯერობით მე-16 საუკუნის ბოლოზე იყო მთავარი ვინმე მიხნია, რომელიც რაღაცა გარკვეულ კონფლიქტში შევიდა ოსმალეთის იმპერიის ხელმძღვანელობასთან. მაშინ რუმინელებს ჰქონდა თავისი სახელმწიფოებრიობა, მაგრამ მოხარკეები იყვნენ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ დამოკიდებულებაში იყვნენ ოსმალეთის იმპერიასთან. შესაბამისად, ეს მთავარი მიხნია შევიდა სერიოზულ კონფლიქტში ოსმალეთის ხელისუფლებასთან და რომ არ მოეკლათ, ის იძულებული გახდა, რომ მიიღო ისლამი, ისმაილს გადააყენეს მთავრის ტახტიდან, გადაასახლეს სულ სხვაგან, კი არ მოკლეს, რაღაცა თანამდებობაც მისცეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვლახეთის მთავრის ტახტი მან დაკარგა. მისი მემკვიდრე იყო მისი შვილი, მცირეწლოვანი, მას ერქვა რადუ. მაგრამ რაღაც მცირეწლოვანი იყო, მოზარდი იყო, თლად პატარა ბავშვი არ იყო, მან ტახტი ვერ დაეკავა და ტახტზე დაჯდა მისი სხვა დინასტიის წარმომადგენელი, ვინმე მიხაი ვოდა. სხვათა შორის ეს მიხაიც შევიდა რუმინეთის ისტორიაში როგორც დიდი გმირი მთავარი, რომელმაც პირველად რუმინეთის ისტორიაში 1600 წელს მოახდინა მთელი ყველა ისტორიული რუმინული პროვინცია გაერთიანებინა ერთიან სახელმწიფოში. მაგრამ 1601 წელს ის მოკლეს შეთქმულებით და ისევ ის გაერთიანებული სახელმწიფო დაიშალა. ერთი სიტყვით ხელისუფლებაში 1901 წელს მოდის მიხაი და სრადუ რაღაც იყო მცირეწლოვანი, არის იძულებული გაქცეულიყო რუმინეთიდან და დედამისი მალავს მას ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში, ქართველების მონასტერში მალავს მას და წლების განმავლობაში ეს მცირეწლოვანი მოზარდი რადუ იზრდება
და სწავლას ღებულობს, განათლებას ღებულობს ივერონის მონასტერში ქართველებთან, ქართულ ბერებთან. როდესაც ის უკვე ხდება სრულწლოვანი, ის მიდის იტალიაში და განათლებას აგრძელებს ვენისა და პადოვას უნივერსიტეტებში და ასე ვთქვათ, ყალიბდება როგორც ერთ-ერთი უგანათლებულესი პიროვნება. ზოგადად რუმინეთის ისტორიაში რადუ ვოდა მას დაერქვა, რადუ მთავარი შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და ასე ვთქვათ აკადემიური გაგებით, ასე ვთქვათ, არისტოკრატი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რუმინეთის განვითარებაში და ზუსტად აი განათლების და კულტურის გავრცელების დარგში. 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მისი განათლება, მისი ჩამოყალიბება ზრდასრულ პიროვნებად. ვიმეორებ დაახლოებით ასე ვთქვათ 4-5 წელი ის ცხოვრობს და საწყის განათლებას ღებულობს ივერონში ქართული ბერებისგან და მერე უკვე განათლებას აგრძელებს იტალიაში, ვენისა და პადოვას ერთ-ერთ ყველაზე წამყვან უნივერსიტეტებში. უკვე როდესაც მიხაილ ვოდას მოკლავენ შეთქმულებით, რადუ ბრუნდება ბუქარესტში, რუმინეთში, ის უკვე ჩამოყალიბებული, ზრდასრულებული და განათლებული პიროვნება, იკავებს თავის კუთვნილ ტახტს და იწყებს მმართველობას, სახელმწიფოს მმართველობას და პირველს, რასაც აკეთებს ეს არის, რომ იწყებს ახალი მონასტრის მშენებლობა ზუსტად ბუქარესტში, ბუქარესტის ცენტრში და აშენებს უზარმაზარ შეიძლება ასე ითქვას სამონასტრო კომპლექსს, რომელსაც დაერქვა შემდგომში მისი სახელიც, რადუ ვოდა, ასე ქვია დღემდე. და როდესაც დაასრულებს ამ მონასტერს, საუბარი არის უკვე 1613 წელს, მადლიერების ნიშნად ამ მონასტერს შესწირავს ივერონის მონასტერს. თავისი სიგელით და მთელი ასე ვთქვათ, რა ქვია, დოკუმენტებით და პირდაპირ ისე წერს, რომ ზუსტად მადლიერების ნიშნად ამ მონასტერს სწირავს ქართველების ივერონის მონასტერს და მხოლოდ ივერონის მონასტრის ბერებს აქვს უფლება, რომ იცხოვრონ აქ და იმოღვაწეონ. ეს არის თვითონ ამ სიგელით ოპერატორ შეიძლება ვთხოვოთ, რომ ეს ამ სიგელის სურათი ჩვენ ვაჩვენოთ. ეს სიგელი არსებობს 2 ეგზემპლარად არის დაწერილი ეს სიგელი. აი ჩვენ ვხედავთ ახლა ეკრანზე. 2 ეგზემპლარად იყო დაწერილი. ერთ-ერთი დედანი ინახება ივერონის მონასტერში და მეორე დედანი დარჩა რუმინეთში. ამჟამად არის რუმინეთის ეროვნულ მუზეუმში. ჩვენ მოგვიანებით წავიკითხავთ კიდევაც რამოდენიმე ციტატას ამ სიგელიდან. შესაბამისად უკვე 1613 წლიდან ამ მონასტერში მოღვაწეობენ ქართველი ბერები, ვიმეორებ ამ სიგელში წერია, რომ მხოლოდ არც ერთი სხვა წარმოშობის ბერს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ აქ დაბინავდეს და აქ დაეწყოს მოღვაწეობა, მხოლოდ ივერონის მონასტრიდან, ქართველების მონასტრიდან ჩამოსულ ბერებს აქვს უფლება, რომ აქ იმოღვაწეონ და ეს არის ივერონის ქართველების მონასტრის კუთვნილება. თანაც ამ მონასტერს გადასცა კიდე დაახლოებით 10-მდე მცირე სკიტი, მეტოქიონი, ასე ვთქვათ, ფილიალი მთელი რუმინეთის ტერიტორიაზე ამ მონასტერს ეკუთვნოდა კიდე რამოდენიმე, ასე ვთქვათ, სამონასტრო მცირე ზომის შედარებით კერა. და ეს ქართველებს ეკუთვნოდა ზუსტად 250 წლის განმავლობაში 1863 წლამდე. როდესაც რუმინეთში მოდის ხელისუფალი ვინმე ივან ალექსანდრე კუზა, რომელიც ასეთი რეფორმატორი მთავარი იყო, უკვე დიდი მთავრის მას ესეთი ტიტული ჰქონდა, რომელმაც მოახდინა ესეთი ძალიან ბევრი რეფორმა, მათ შორის საეკლესიო რეფორმა, იმ გაგებით, რომ
მოახდინა საეკლესიო ქონების აბსოლუტური სეკულარიზაცია, ანუ ნაციონალიზაცია, ასე ვთქვათ, ჩამოართვა და შესაბამისად ეს მონასტერი, ასე ვთქვათ, ივერონის მონასტერი კარგავს ამ რადუ მონასტერს, რომელიც იყო ბუქარესტში და ალექსანდრე ივან კუზა ეს დიდი მთავარი გადააქცევს ამ საერთოდ სამონასტრო ცხოვრებას ის კი არა თქვა იმ ქართველები თქვა გაუშვა და რუმინელები შეუშვა, არამედ საერთოდ გააუქმებს იქ სამონასტრო ცხოვრებას და გადააქცევს როგორც საერო ეკლესიას ასეთი სტატუსით გადააქცევს. შესაბამისად ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ისეთი დოკუმენტი, სადაც არის ნაჩვენები, რომ მხოლოდ და მხოლოდ მართლაც, მხოლოდ და მხოლოდ ივერონის მონასტრის ბერები მოღვაწეობდნენ მან 1613 წლიდან 1863 წლამდე. ეს ტაძარი მონასტერი იკურთხება 1614 წელს ალექსანდრის პატრიარქს კირილე ლუკარის მიერ, რომელიც იყო რადუ ვოდას თანაკურსელი იტალიაში, ვენას და პადოვას უნივერსიტეტებში. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ესე იგი ამ მონასტერს ალექსანდრიის საპატრიარქოსთანაც ჰქონდა ესეთი მჭიდრო ურთიერთობა. საინტერესო არის ამ ტაძრის შესასვლელი კარზე ზემოდან არის ესეთი წარწერა, რომელიც არის იმდროინდელი და უბრალოდ პატარა მონაკვეთს წავიკითხავ. ჩვენმა მთავარმა რადუ ვოდამ აღადგინა ეს ეკლესია საძირკველიდან და შესწირა ივერიელთა მონასტერს 1614 წელს. მაგრამ 14 წელს მერე გრძელდება წესი, მაგრამ ჩვენ აი გვაინტერესებს ზუსტად ეს წარწერა თუ თვითონ ტაძრის ასე ვთქვათ კედელზე შესასვლელ კარზე არის ქვაში ამოკვეთილი ეს იმდროინდელი წარწერა. ასევე ძალიან საინტერესო არის უკვე მე-19 საუკუნეში წინამძღვარ გრიგოლის ერთ-ერთი წერილი, რომელიც ივერონიდან იყო ჩამოსული და ესეთი ციტატა იქიდან, რომელიც ამ წერილით მიმართავს ვლახეთის მიტროპოლიტს. და წერია ასეთი რაღაცა: დავინიშნე რა ამ რადუ ვოდას მონასტრის წინამძღვრად, ჩემი მაკურთხეველი ათონის მთის მონასტრის ივერონის მიერ ყოველთვის ჩვენს გვერდით მყავდა 6 ივერიელი ბერი. ანუ ბერი ბენიამინი, როგორც დამხმარე მდივანი, ბერი მაკარი, როგორც ეკონომოსი, მღვდელმონაზონი აზორი, როგორც მგალობელ-მედავითნი და ბერი გენადი და ავგარი, როგორც მსახურნი. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ისევ და ისევ ქართველები არიან ივერონელი ქართველები არიან ამ მონასტრის მფლობელები და მმართველები არიან. არ იყო ისე, რომ თქვათ, აი მე-17 საუკუნის დასაწყისში თქვათ, გადაეცეს მონასტერი ქართველებს და მე რაღაცა მოკლე ხანში თქვათ, რუმინელებმა ის დაიპყრეს ან სხვა ვიღაცებმა და სხვა ეროვნების ბერებმა დაიწყეს იქ მოღვაწეობა. ჩვენ ვიცით, აი პრაქტიკულად, აი მე-19 საუკუნის ბოლომდე იქ მოღვაწეობენ ქართველები. საინტერესო არის ერთი ესეთი მომენტი, რომ თანამედროვე რუმინული ისტორიოგრაფიაში წერია, რომ ვითომ და ანუ ამას არავინ არ უარყოფს, რომ იქ მოღვაწეობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ივერონის მონასტრიდან ჩამოსული ბერები, მაგრამ ეროვნებით ესენი ამბობენ, რომ იყვნენ არა ქართველები, არამედ ბერძნები იყვნენ. ასეთი ამაზე ასე დაჟინებით ამას ამტკიცებენ. არ ვუარყოფთ ამას, რომ ეს ივერონის მონასტრის კუთვნილება იყო და ივერონელები მოღვაწეობდნენ, მაგრამ ეროვნებით არა ქართველები არა და ბერძნები იყვნენ. რატომღაც ასეთი წარმოდგენა აქვთ ამად და რაღაცა დოკუმენტებსაც რაღაცა წყაროებს ესენი ასახელებენ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რატო თქვათ რაღაცა ისტორიულ დოკუმენტებში ის ივერიელი ბერები, ივერონიდან ჩამოსული ბერები რაღაცა დოკუმენტებში იხსენიებიან როგორც ბერძნები. საქმე იმაშია, რომ მოგეხსენებათ ათონის მთა შედიოდა ტერიტორიულად უშუალოდ ოსმალეთის იმპერიაში. მაგრამ ოსმალეთის იმპერიაში
ეროვნების კრიტერიუმი ეთნიკური წარმოშობა კი არ იყო, როგორც არის შეიძლება უცნაურად ჩვენ მოგვეჩენოს და ნამდვილად უცნაურობა, არამედ ადამიანის რელიგიური წარმოშობა. შესაბამისად, ყველა ადამიანი, ასე ვთქვათ, მთელი საზოგადოება, მოქალაქეები, ასე ვთქვათ, მთელი იმპერიისა იყვნენ გაერთიანებულები ეგრეთ წოდებულ მილეტებში. მილეტი იყო ესეთი, ასე ვთქვათ, გაერთიანება, ესეთი ტომები, ეროვნული პრინციპით გაერთიანებულები და ესე იგი თავიანთი თვითმმართველობა ჰქონდათ. ანუ იმპერია იმართებოდა არა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ პრინციპით, არამედ ეროვნული პრინციპით. ანუ ესეთი რაღაცა ტომები იყო ეროვნული და შესაბამისად თავიანთი რაღაცა შიდა კანონმდებლობა ჰქონდა და შიდა ავტონომია ჰქონდა. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობა იყო, რომ ლოიალური პოლიტიკა უნდა ჰქონოდათ ოსმალეთის იმპერიის ხელმძღვანელობასთან. მაგრამ ამ გაერთიანებებში ადამიანები ერთიანდებოდნენ არა, ეხლა როგორც თქვი, არა თავისი ეთნიკური წარმოშობიდან გამომდინარე, არამედ თავისი რელიგიური წარმოშობიდან გამომდინარე. და ვინც იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, ერთიანდებოდნენ ეგრეთ წოდებულ მილეტ რუმ, ანუ ბერძენთა მილეტში, ანუ ყველა იყო მიჩნეული აბსოლუტურად ბერძნად. შეიძლება ადამიანი ყოფილიყო ქართველი, შეიძლება სირიელი, შეიძლება ყოფილიყო სულაც ჩინელი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ თუ ის ფიქსირდებოდა, რომ იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, ის იყო გაერთიანებული ბერძენთა მილეტში, ეგრეთ წოდებულ მილეტში და შესაბამისად ყველა დოკუმენტში აბსოლუტურად ის იყო მიჩნეული როგორც ბერძენი. შესაბამისად, თუ კი ვინმე იყო მონოფიზიტი, ისევ და ისევ ვიმეორებ, შეიძლება ის ეუბნებით ყოფილიყო სომეხი, ქართველი, რუსი, არა აქვს მნიშვნელობა, თუ იყო მონოფიზიტი, ის ერთიანდებოდა, იყო გაერთიანებული სომეხთა მილეტში და იწერებოდა როგორც სომეხი. ყველა კათოლიკე ფრანგების მილეტში და ფრანგებად იყვნენ მიჩნეულები და თავისთავად თუ კი ვინმე იყო მუსლიმი, აბსოლუტურად ეროვნებიდან მიუხედავად ითვლებოდა თურქად ითვლებოდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ხო, ათონის მთა რაღაც შედიოდა უშუალოდ ოსმალეთის იმპერიაში და მასზე ვრცელდებოდა ოსმალეთის იმპერიის კანონმდებლობა. და ათონის მთაზე მცხოვრები ბერები ყველანი ცხადია იყვნენ მართლმადიდებლები და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. იქ ქართველები იყვნენ, ჩვენ ვიცით, იქ ბულგარელების მონასტერი დღემდე არსებობს, სერბების და ასე შემდეგ, რუმინელების რამოდენიმე სკიტი არსებობს, ყველა ითვლებოდა აბსოლუტურად ბერძნად ითვლებოდა ყველა დოკუმენტში. შესაბამისად, ათონის მთიდან ჩასული ბერები ითვლებოდნენ უკვე იყვნენ აღრიცხულები როგორც ბერძნები. ეს არის მიზეზი. მეორე, ჩვენ ვიცით, ჩვენ საიდან შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ რეალურად ისინი ეთნიკურად ბერძნები არ იყვნენ, ანუ რადოვოდას მონასტრის მცხოვრები ბერები, მოღვაწე ბერები. თვითონ რუმინული წყაროებში, როგორც წერია და დღევანდელი ისტორიკოსები როგორც ამას აღიარებენ, რომ ძალიან ხშირად ისტორიის განმავლობაში ბერძნები ზოგადად რუმინელი მთავრების, ანუ მეფეების კარზე მაინც და მაინც კარგად მიღებულები არ იყვნენ. რაცა ყოველთვის ძალიან ხშირი კონფლიქტი იყო რუმინელ მთავრებსა და ბერძნებს შორის. მაგრამ აი რადოვოდას მონასტრის ბერებს ყოველთვის განსაკუთრებული სტატუსი იყო და ყოველთვის კარგად იყვნენ მიღებულები მთავრის კარზე. აქედანაც ჩანს, ახლა ესენი ბერძნები რომ ყოფილიყვნენ, ხო? რა, სხვანაირი ბერძნები იქნებოდნენ ვიდრე სხვა ბერძნები? და აქედან ჩანს, რომ რაღაც მათი მიღება იყო აბსოლუტურად განსხვავებული, აქედან ჩანს, რომ ესენი იყვნენ ეთნიკურად არა ბერძნები, არამედ სხვა ეთნოსის ადამიანები იქნებოდნენ და ცხადია, ახლა ივერონიდან ჩასული ხალხი, აბა სხვა ვინ იქნებოდა თუ არა ქართველი. კიდე მესამე არგუმენტი არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, აპრიორი იქ სხვა ბერძენი ათონის ივერონის მონასტერში ვერ იქნებოდა, შეიძლება სხვა ეროვნების ადამიანი ყოფილიყო ბერი ქართველის გარდა, მაგრამ ბერძენი არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა და რატო? იმიტომ რომ თვითონ
ამ მონასტრის დამაარსებლების ექვთიმე და იოანე ათონელების ანდერძში პირდაპირ წერია და ჩვენ ეს ვთქვათ ამათი ცხოვრება და პირდაპირ წერია. ანუ ანდერძად აქვს ამათ დატოვებული, რომ ბერძნების ბუნებიდან გამომდინარეო არც ერთი ბერძენი ბერი არასდროს არ მიიღოთ აქ ამ მონასტერში. იმიტომ რომ მე ამ მონასტერს დიდი პრობლემა შეექმნება და შეიძლება მე შემდგომში საერთოდ ჩვენ ქართველებმა ეს მონასტერი დავკარგოთ. ანუ ესე იგი ამ მონასტრის ივერონის მონასტრის დაფუძნებისთანავე ტიტორების მიერ არის დატოვებული სანდერძი, რომ ამ მონასტერში არც ერთი ბერძენი ეროვნების ბერი არ უნდა შესულიყო. აქედან გამომდინარე ვიმეორებ აპრიორი გამორიცხულია, რომ ივერონის მონასტრიდან ბუქარესტში, რადუვოდოს მონასტერში მიდიოდნენ ეროვნებით ბერძენი ბერები. ჩვენ ანუ აქედან მტკიცდება, რომ ისინი იქნებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ქართველები. იმის შესახებ, რომ ოსმალეთის იმპერიაში ვიმეორებ, რომ ადამიანების ეროვნება დგინდებოდა მათი აღმსარებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ ჩვენი საქართველოს მესხეთის მაგალითზე. მე-20 საუკუნეშიც კი და ნაწილობრივ დღესაც შენარჩუნდა ეს ტრადიცია, რომ ადამიანების ეროვნება განისაზღვრებოდა ზუსტად მათი აღმსარებლობით. იქიდან გამომდინარე, რომელ ეკლესიაში ინათლებოდა ადამიანი, ითვლებოდა რომ ეროვნებისაა. ხშირი შემთხვევა იყო, რომ თქვათ, რამოდენიმე დედმამიშვილია, ერთი არის მონათლული, თქვათ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში და შესაბამისად ყველა ამბობდა და თვითონ ამბობდა, რომ ქართველი ვარო. მეორე შეიძლება ყოფილიყო მონათლული სომხურ ეკლესიაში, ის ამბობდა, რომ მე სომეხი და ყველა ამბობდა, რომ სომეხია და მესამე შეიძლება მონათლული იყო კათოლიკურ ეკლესიაში და ის უკვე ამბობდა, რომ აი მე ვარ ფრანგი, რაც არის საინტერესო. და ნუ თავისთავად ვინც იყო მუსლიმი, ყველა აბსოლუტურად ის შეიძლება ეთნიკურად წარმოშობით ქართველი იყო, მაგრამ რაღაც მუსლიმი იყო, უკვე თურქად ითვლებოდა. სხვათა შორის აქ სქოლიეს ჩამავალ, აქედან არის აი ეს კონფლიქტი ეგრეთ წოდებული თურქი მესხების, იმიტომ რატო ვითხოვენ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, დაბრუნება გვინდა ჩვენ სამშობლოში, იმიტომ კი არიან მუსლიმები და შესაბამისად თურქებად თვლიან თავის თავს, მაგრამ ამათ ახსოვთ, რომ ეს იყო მათი სამშობლო. რეალურად შეიძლება ყველა არა, მაგრამ ბევრი მათგანი ეთნიკურად რეალურად ქართველია, მაგრამ გამახმადიანებულია და შესაბამისად უკვე ადამიანები მას და თვითონ თავის თავს აღიქვავდა როგორც თურქს. ანუ აი ეს ტრადიცია ხო დღემდე პრაქტიკულად არის შენარჩუნებული მესხეთის მაგალითი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეგახსენებთ შედიოდა არა საქართველოს სახელმწიფოში, არამედ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და აი ეს ტრადიცია არის დანერგული მან და დღემდე შენარჩუნებული. შესაბამისად ხო აი ეს ამაზე ლაპარაკი რომ თქვათ იყვნენ ეროვნებით ბერძნები ივერონის მონასტრიდან ჩასული მოღვაწე პირები კრადუვოდოს მონასტერში არის აბსურდი არის. ეს ბრუმინელმა ისტორიკოსებმა არიციან და შესაბამისად ახლა რაც წაიკითხეს ქაღალდზე იმას ლაპარაკობენ რომ კი იყვნენ ივერონელებიო, მაგრამ ქართველები არ იქნებოდნენ ისინი იყვნენ ბერძნებიო. საინტერესო არის ის სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აი ივერონიდან ჩადიოდნენ იქ ბერები და ასე შემდეგ, საინტერესო არის, რომ აი რომელ საუკუნემდე, როდემდე ივერონის მონასტერი იყო ქართველების ხელში, ქართველებისა იყო. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვინც არ იცის, ხო, ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ ჩვენ დღესდღეობით ქართველების აღარ არის, ხო, მართლა ბერძნები არიან დღესდღეობით, მაგრამ როდიდან ასე თქვა დაიპყრეს ბერძნებმა ეს მონასტერი და როდემდე მან მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები. თურმე პრაქტიკულად მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ეს მონასტერი სუფთა ქართული მონასტერი იყო. მაგალითად, ცნობისათვის, რომ აი 19 საუკუნის 60-იან წლებში წინამძღვარი იყო ქართველი ადამიანი გვარად ბარკალაია. ასევე ცნობილი არის ფაქტი, რომ 1900 წელს ამ მონასტერში მოღვაწეობდა
51 ქართული ბერი და ვინც იცის, ვინც არის ნამყოფი ათონის მთაზე მონასტრებში სადღაცა ესე 50 ბერი ერთ მონასტერში უკვე საკმაოდ დიდ მრავალრიცხოვან მონასტრად ითვლება. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ თუ ვიცით, რომ 51 ბერი იყო 1900 წელს ამ მონასტერში, დოკუმენტებით ეს არის დამტკიცებული, ჩვენ ესე იგი ვწმუნდებით, რომ ეს ქართველების კუთვნილი მონასტერი იყო და ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ მათ. რა გახდა მიზეზი, რომ ასე ვთქვათ, ეს ვთქვათ ქართველების აღარ არის და დღესდღეობით იხარიან ბერძნები. ის რაღაცა ცნობისათვის ვთქვათ, რომ ბოლო ქართველი ბერი ამ მონასტერში გარდაიცვალა 1955 წელს. ანუ მანამდე ქართველები იყვნენ, მაგრამ თვითონ იურიდიულად ხო, როდის ვთქვათ, წინამძღვრად ვთქვათ დაინიშნა მან ბერძენი და რა გახდა ეს მიზეზი? ეს მოხდა ისევ და ისე მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. შემდეგ 1917 წლის რევოლუცია. შემდეგ 1918 წელს საქართველოში ყალიბდება ასე ვთქვათ სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა. ანუ ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური სიტუაციები იქნება ზოგადად კავკასიაში და საქართველოში, რომ უკვე ამ მონასტრისთვის აღარავის სალია. ცოტა უკან რომ დავიხიოთ, ხო, როდესაც ეს რადუვოდას მონასტერი ქართველებს ეკუთვნოდა, შესაბამისად ამ მონასტრის ერთ-ერთი ის რატო გადაეცა ირონის მონასტერს, იმიტომ რომ თვითონ ათონის მთა იქ საკმაოდ ღარიბია, ბევრს არაფერს იქ ვერ მოიყვება, სოფლის მეურნეობა იქ ვერ გექნება, იქ მეცხოველეობა დიდად ვერ გექნება, ანუ მიწა იქ არის ძალიან მცირე, შესაბამისად იქ თვითონ მონასტერმა თავისი თავი რომ შეენახოს, ეს არის ძალიან ძნელი. და ამიტომ ზუსტად ეს ჩვენი მონასტერი, ივერონის მონასტერი, აი 250 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ფინანსურად ცხოვრობდა ამ ის რადუვოდას მონასტრის წყალობით. სხვათა შორის მე ვთხოვ ოპერატორს იქნება და გაუშვათ ეს სურათები მაყურებელმა ნახოს, რაოდენ დიდი და მდიდარი მონასტერია. აი ჩვენ ვხედავთ ახლა თვითონ ამ ტაძარს, რომელიც იმ დროიდან ესეთი ხელუხლებელია, ის არ დანგრეულა, ხელახლა არ აშენებულა, ეს ორიგინალურ ფორმაშია. შეხედეთ, აი საკმაოდ ბუზარმაზარი ესეთი საკათედრო ტაძრის ხელა. ეს არის სამრეკლო. და ამ სამრეკლოთი იყო ძველი შესასვლელი. ერთ-ერთი მთავარი შესასვლელი ამ მონასტერში. ეს არის ჩვენი დელეგაცია შარშანდელი მეუფე თეოდორეს ხელმძღვანელობით. ეს უკვე არის მოხატულობა ამ ტაძრის, თანამედროვე მოხატულობა ძველი არ არის შემორჩენილი. ეს არის გუმბათი მთავარი ტაძრის. დიდი მადლობა. ხო, შესაბამისად, ანუ ხო, ანუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ისეთი მოვლენები ხდება ზოგადად საქართველოში და კავკასიაში, თქვათ, იქ პირველი მსოფლიო ომი ვიმეორებ, იქ რევოლუციები და ასე შემდეგ, რომ ამ მონასტრისთვის არავის აღარ სალია. და 1863 წელს იქ რუმინეთში, როდესაც ყველა მონასტრის ქონება იყო ნაციონალიზებული, ანუ სეკულარიზებული, შესაბამისად უკვე რუმინეთიდან რადუვოდას მონასტრიდან ივერონში არანაირი ფინანსური დახმარება აღარ წავიდა არც საქართველოდან და შესაბამისად ძალიან დიდ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდა ეს ჩვენი მონასტერი და შესაბამისად ეს დროთა განმავლობაში ბერძნებმა როგორც ექვთიმემ და იოანემ როგორც ანდერძში დაწერეს, ხო, ერთი ბერძენი ბერი აქ თუ შევიდა, ადრე თუ გვიან ჩვენ ამ მონასტერს დავკარგავთ, რაც მოხდა კიდევაც. საინტერესო არის ის, რომ კიდე ერთი დეტალი არის შემორჩენილი ამ მონასტრის წინამძღვრების
სახელების სია მთელი ამ 250 წლის განმავლობაში, რომლებიც მათ მოღვაწეობდნენ და ყველაზე საინტერესო რაც არის ფაქტი, რომ ორი მათგანი, კერძოდ გრიგორი, რომელიც და დიონისე მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდნენ ისინი, ეს ორი წინამძღვარი, გახდა სრულიად უნგრო ვლახეთის, ანუ დღევანდელი რუმინეთის შეიძლება ასე ვთქვათ, მიტროპოლიტები. თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ მარტო ერთადერთი ქართველი ადამიანი ანთიმოზივერიელი იყო უნგრო ვლახეთის მიტროპოლიტი და თურმე კიდე ორი ქართველი ადამიანი მანამდე კერძოდ გრიგორი, რომელიც იყო მიტროპოლიტად 1629 წლიდან 1636 წლამდე და დიონისე, რომელიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, ანუ ვთქვათ, მე გარდაიცვალა, ეს არის 1672 წელს. კიდე ორი ქართველი ადამიანი იყო ანთიმოზივერიელი უფრო ადრე იყვნენ უნგრო ვლახეთის მიტროპოლიტები. ეს ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტია და სხვათა შორის არის გარკვეული ისტორიული წყაროები, თქვათ, მათი მოღვაწეობის შესახებ და შესახებ რა როგორ გააკეთეს და რა ხდებოდა ზოგადად იმ პერიოდში, მაგრამ ეს უკვე შემდგომი კვლევების და გადაცემების თემა იქნება. მაგრამ თვითონ ფაქტი ეს, რომ იყოს აღნიშნული, ხო, რომ ანთიმოზივერიელის გარდა კიდე ორი ქართველი ეროვნების ბერი, სასულიერო პირი იყო უნგრო ვლახეთის მიტროპოლიტი, საუბარეს მე-17 საუკუნის შუა წლებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. რაც შეეხება მონასტრის საქმიანობას, თვითონ როგორც სიგელში წერია, ანდერსი თვითონ ამ სიგელში წერია, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობა ამ მონასტრისა უნდა ყოფილიყო ქველმოქმედება, ანუ სოციალური საქმიანობა და ნამდვილად მთელი ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, რომ ყოველდღიურად წინამძღვარი ღებულობდა გაჭირებულ ადამიანებს და გარკვეულ მოწყალებას იღებდა იქ რაღაცა გარკვეული რაოდენობის პურის საუბარი, ღვინოზე არის საუბარი და კიდევ სხვადასხვა პროდუქტებზე. თანაც ესეთი დეტალი არის აღნიშნული, რომ ესე იგი ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ არ მისულიყო იმავე დღეს, ხო? ღებულობდა ადამიანებს ერთი კარიდან და უშვებდა მეორე კარიდან უშვებდა, მაგრამ ეს იყო ყოველდღიური პროცესი იყო. ასევე ანდერძის მიხედვით ამ მონასტერში მუდმივად უნდა ყოფილიყო უფასო სასადილო, სადაც საკვებს მიიღებდა ნებისმიერი ადამიანი, ის იქნებოდა მდიდარი, მთავადი, გაჭირვებული, ღარიბი, მათხოვარი, ანუ ყველასთვის უნდა ყოფილიყო ეს ასეთი უფასო სასადილო ყოველდღიურად გახსნილი. ეს ანდერძად იყო და ეს რეალურად ეს მოქმედებდა ეს ფაქტი. ასევე ჩვენ ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს იყო საგანმანათლებლო ცენტრიც იყო, მან დაარსებული იყო მაშინ თვე მე-17 საუკუნეში სასულიერო სკოლა, რომელიც დღემდე სხვათა შორის არსებობს, ბუქარესტის სასულიერო სემინარია არის განლაგებული ამ მონასტრის ტერიტორიაზე, ანუ საგანმანათლებლო ცენტრი იყო და რჩება დღემდე. ასევე ამ მონასტერში არსებობდა საავადმყოფო, უფასო საავადმყოფო, ეგრეთ წოდებული ბოლნიცა, როგორც ამბობენ ესენი. და საინტერესო არის ის, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუმინეთიც იყო ბუნებრივი გახვეული ამ საშინელ ომში, პირველ მსოფლიო ომზე არის საუბარი, ამ მონასტერში, ამ მონასტრის ტერიტორიაზე იყო განლაგებული წითელი ჯვრის ცენტრი და თვითონ კლინიკა წითელი ჯვრის. ანუ ასეთი ძალიან აქტიური ქველმოქმედებით და აკადემიური საქმიანობით იყო და დღემდე არის დაკავებული ეს მონასტერი. და საინტერესო არის ის, რომ ბუნებრივი ადგენილია მათ დღეისთვის ბერმონოზნური ცხოვრება და მან არის გახსნილი ბუქარესტში და ალბათ მთელ რუმინეთში პირველი ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა, ღვთისმსახურება ტარდება ყრუ-მუნჯებისთვის. ასეთი რაღაცა სპეციფიკაც აქვს დღეისთვის ამ მონასტერს ამ ფორმითაც ის ეწევა სოციალურ საქმიანობას.
ანუ ძალიან ბევრი პერიპეტია ჰქონდა ამ მონასტერს მის მერე, რაც ასე ვთქვათ, მე-19 საუკუნეში მოხდა მისი სეკულარიზაცია, იყო როგორც ახლა გითხარით, გადაქცეული სამრევლო ტაძრად, ომის დროს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აი 1998 წელს იმდროინდელ პატრიარქ თეოქტისტეს ლოცვა კურთხევით, მან აღდგა სრულფასოვანი ბერმონოზნული ცხოვრება. 2000 წელს უკვე ოფიციალურად მან იყო დანიშნული წინამძღვარი იღუმენი ვარსანოფი გოჯესკო. რამოდენიმე წლის შემდეგაც მისი მოღვაწეობის შედეგად ის იყო არჩეული მღვდელმთავრად და ამჟამად არის რიმნიკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, სხვათა შორის აქ სქოლიოს ჩამოვალდა რიმნიკუ ვილჩეს რეგიონი არის ის ეპარქია, სადაც თავდაპირველად იყო დანიშნული ანთიმოზივერიელი, როდესაც ის აკურთხეს მღვდელმთავრად ბოდიში და რამოდენიმე დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ზუსტად აი ამ რიმნიკუ ვილჩეში და ეს საინტერესო არის, რომ აი ამ ქართველების მონასტრის წინამძღვარი ვარსანოფი გოჯესკო ინიშნება ზუსტად აი ამ ეპარქიაში მღვდელმთავრად. ეს რაღაცა კავშირი ისევ და ისევ ქართველებთან აქაც დღევანდელობაში იკვეთება. ამჟამად მონასტერში მოღვაწეობს 20 ადამიანი. ძირითადად მღვდლები არიან, ძირითადად ყველას აქვს საღვთისმეტყველო განათლება, როგორც მინიმუმ მაგისტრის ხარისხში. პრაქტიკულად ყველას აქვს აკადემიური საქმიანობაც პარალელურად არიან ლექტორები, პედაგოგები იმავე სემინარიაში, რომელიც ამ მონასტრის ტერიტორიაზე არის განლაგებული, რამოდენიმე მოღვაწეობს რუმინეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მოღვაწეობენ. ანუ ძირითადად ამ ბერების საქმიანობა არის ინტელექტუალური, აკადემიური საქმიანობით არიან დაკავებულები. ახლა მე ისე მინდა ოპერატორს ვთხოვო, რომ ჩვენ გვაჩვენოს სიგელის სურათი და მე ახლა თვითონ სიგელის ტექსტი არის დიდი და უბრალოდ ამოვიკითხავ რამოდენიმე ციტატა, საიდანაც თვითონ ჩანს, რომ ეს მონასტერი იყო ქართველებისთვის შეწირული. იწყება ასეთ, მე უფალი იესო ქრისტეს მიერ კეთილმორწმუნე და ქრისტეს მოყვარე თვითმპყრობელი რადუ ვოევოდა, ანუ რადუ მთავარი, ახა ესერა ყოველ პატიოსან ძღვენსა ზედა აღმატებული და პატიოსნა და კეთილად დაწერილი ჩემი შეწირულობის გუჯარი ვუბოძე წმიდასა და ღვთივკურთხეულსა ათონის მთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს, რომელსაც ქვია ივერია. საინტერესო არის, რომ ის არ წერს ივერონი, როგორც არის ზოგადად მიღებული, არამედ პირდაპირ ივერია, ანუ საქართველოს ეძახის ამ მონასტერს. ძალიან ჩემს ყოველ შემთხვევაში ძალიან შთამბეჭდავია, იმიტომ რომ ოფიციალური დასახელება ამ მონასტრისა, როგორც არის ეს, არის ივერონი, მაგრამ ეს პირდაპირ ივერიას წერს, ანუ საქართველოს ეძახის აი ამ ჩვენს მონასტერს. ამ მონასტერში მოღვაწეთა მამათა და ძმათა შევწირე წმინდა და ღვთივკურთხეული წმინდა სამების სახელობის მონასტერი, რომელიც წმინდა სამების სახელობისაა და მდებარეობის ბუქარესტის ახლოს. ახშენებული და გამშვენებული ჩემი ბაბუის მიერ. მე აგრძელებს. მთელი ჩემი გულით დავიწყე შრომა და ამ წმინდა და ღვთივკურთხეული სამების სახელობის მონასტრის განახლება განვაახლე და სანამ დრო არ დაშლის და არ დაანგრევს მას, გავიხსენე ჩემი წინაპარი და წინაპარნი და გადავწყვიტე შემეწირა ეს წმინდა და ღვთივკურთხეული მონასტერი წმინდა მთის ისევ და ისევ ივერიის წმინდა მონასტრის მეტოქიუნად, ანუ კუთვნილ ასე ვთქვათ მონასტრად. ხოლო
ათონის მთის ივერიის წმინდა მონასტრის მამებმა, მღვდლებმა და ბერებმა გამოგზავნონ აქ სამების სახელობის მონასტერში მღვდლები, კეთილი და ბრძენი ადამიანები, ღირსნი, რომ პატიოსნობით იზრუნონ და მართონ ამ წმინდა მონასტრის საქმენი. ეს არის სამონარიდი ამ სიგელისა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს მონასტერი არის შეწირული ივერონის მონასტერს და პირდაპირ წერს, რომ ეს არის ივერიის, ანუ საქართველოს და ქართველების მონასტერი არის და ქართველებს უშუალოდ იხსენებს. ანუ ეს არის მცირეოდენი, რაზეც მინდოდა მესაუბრა თქვენთვის, ანუ ვიმეორებ, ეს არის რაღაცა ალბათ ისტორიული და სენსაციური ესეთი აღმოჩენა. ჩვენ აქამდე ვამაყობდით, რომ ჩვენ გვქონდა ისტორიის განმავლობაში ქართველებს იერუსალიმში ჯვრის მონასტერი, ათონის მთაზე ივერონის მონასტერი, ბულგარეთში პეტრიწონის მონასტერი, კიდე სხვა ადგილებში, ხო სინას მთაზე აბსოლუტურად ქართველების არ ყოფილა, მაგრამ იქ საკმაოდ ბევრი ქართველი ბერი მოღვაწეობდა და პალესტინაში, სირიაში და ასე შემდეგ, ზოგი იყო უფრო დიდი, ზოგი შეიძლება მცირე, ზოგი უფრო განვითარებული, ზოგი ნაკლებად და აი ჩვენ დღესდღეობით აღმოაჩინეთ, რომ თურმე რუმინეთშიც დღესდღეობით ბუქარესტის ცენტრში არსებობს საკმაოდ დიდი და ჩვენ სურათებში ვნახეთ რაოდენ დიდი ტაძარია და რაოდენ დიდი კომპლექსია არსებობდა ქართველების მონასტერი, რომელიც სადაც 250 წლის განმავლობაში 1613 წლიდან 1863 წლამდე მოღვაწეობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ეროვნების ბერები, რომელიც აქ ჩამოდიოდნენ ივერონის ქართველების ათონის მთის ივერონის მონასტრიდან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს არის შეგახსენებთ სამეფო არხი, გადაცემა საუბრები მოძღვართან. მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ნახვამდის, ღმერთმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ.